სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კი დღეს პროკურატურას მიმართა და გელათის საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება 2021-22 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს, რა დროსაც ცხადი გახდა, რომ კედლის მხატვრობა ზიანდებოდა და ტაძარს თუნუქის დროებითი კონსტრუქცია დაადგეს, მაგრამ ამან არათუ ვერ უშველა პრობლემას, პირიქით კიდევ უფრო გაამწვავა ის. მეტიც დღემდე ვერ მოხერხდა დოკუმენტურად იმისი დადგენა კონკრეტულად რის გამო ზიანდება ფრესკები. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია კი 2014 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად მოწყობილი გადახურვის გამო პრობლემებმა თავი მალევე იჩინა. კულმინაცია უკვე წულუკიანის დროს მთელი რიგი ფრაგმენტების სრული ჩამორეცვა გახდა. კედლის მხატვრობის ნაწილი სამუდამოდ დაკარგულია, მისი წაშლა, გადარჩენილი ფრაგმენტების წაშლა კი კვლავაც გრძელდება. საბოლოოდ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საპატრიარქოს გადააბარა და მასზე პასუხისმგებლობა ჩამოიხსნა. ნინუცა კეკელია ესაუბრა ექსპერტებს, ნინუცა როგორ უყურებენ ისინი გამოძიების დაწყებას და რას ამბობენ გელათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. კი ბატონო, ჩვენ ვესაუბრეთ რესტავრატორებს, რომლებიც ბოლოს 2022 წელს იმყოფებოდნენ გელათის სამონასტრო კომპლექსში. ეს არის ის დრო, როდესაც მხატვრობის აღდგენის სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, თუმცა პროცესი არ იყო შეჩერებული, კედელი ისევ ზიანდებოდა და ირეცხებოდა აღდგენილი მხატვრობაც, ფრესკების ნაწილი. მიზეზი, როგორც რესტავრატორები ჩვენ გვეუბნებიან, იყო ის, რომ ისე დაიწყეს სამუშაოები ფრესკებზე, არ დადგენილა რა იწვევდა კედლის დაზიანებას. შესაბამისად, ეს არის სწორედ ის ნაწილი, რომელზეც დღეს გამოძიების დაწყებას ითხოვენ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის წინააღმდეგ და რაც შეეხება გელათში მიმდინარე პროცესებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, დაახლოებით 6 თვის წინ მან მოითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რადგანაც გელათში ისეთ ადგილებზე ზიანდებოდა უკვე კედლები და სველდებოდა კედლები, სადაც აქამდე არ იყო მსგავსი შემთხვევები, თუმცა შესაბამისი ჯგუფები კულტურის სამინისტროდან იქ არ ჩავიდნენ და არც საპატრიარქოს წარმომადგენლები, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თებერვლის დასაწყისში კი უხმა ნალექმა აჩვენა, რომ აქ ნამდვილად ჩამოდიოდა ისევ წყალი და დროებითი გადახურვაც არაფერს ნიშნავდა. ცხადია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ელოდებიან იმას, რომ თეა წულუკიანი აღმოჩნდება განსაჯელის სკამზე, თუმცა ამბობენ, რომ გელათის პრობლემაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ უკვე დაზიანებები ვეღარ აღდგება, თუმცა კომპლექსის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ არ იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზები სრულად დადგენილი და შესაბამისად აღმოფხრილი, შესაბამისად კედლის მხატვრობა არ იყო იმ მდგომარეობაში, როდესაც უკვე შეიძლება გამაგრებით სამუშაოებზე და კონსერვაციაზე საუბარი, რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს ან რესტავრაციას, ეს არის ის მიმართულება, რომელიც საერთოდ ერთი ადამიანის ან ერთი პატარა ჯგუფის მიერ არ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არ ყოფილა პროფესიულ საზოწრესთან და საზოგადოებასთან განხილული. გელათის შემთხვევაში საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩადენილია მრავალი წლის მანძილზე დენადი დანაშაული და ამას არ აყავს ერთი სუბიექტი წულუკიანი. ილუზიაა ის, რომ შოთაცის უწყებავს მხოლოდ რაიმეს გამოძიება. ჩვენ ვიცით, რომ უკვე ერთი გამოძიება ფინანსური კუთხით მიმდინარეობს, არანაირი შედეგი ამ დრომდე არ დადებულა, ასე რომ ამ ილუზიას ნამდვილად ვერ გავიზიარებ, რომ რაღაც შედეგამდე გავა ეს საქმე. გასული 9 თვის მანძილზეც, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ დროებითი გადახურვა იყო სასწრაფოდ შესაძლებელი და ეს არ გააკეთეს და აგერ 5-6 თებერვლის მოვლენებმა და ადასტურა, რომ იქ წყალი არათუ მხოლოდ იმ დღეებში, არამედ გასული 3 წლის მანძილზე ყოველთვის ჩადიოდა. არაკომპეტენტურობა და გულგრილობა ეს არის ის პრობლემები, რაზეც საუბრობენ მკვლევარები და მეცნიერები, რომელიც გამოიჩინა კულტურის მინისტრმა. თეა წულუკიანის წინააღმდეგ განცხადება უკვე პროკურატურაში დღეს შეიტანეს, საგამოძიებო უწყება დაიწყებს თუ არა გამოძიებას, ეს არის ერთი მთავარი კითხვა. დასკვნები დართული აქვს ამ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლებოდა რეაბილიტაციის მაშინ დაწყება და იმ ფორმით დაწყება, როგორც ეს 2020-2022 წლებში მოხდა. შესაბამისად, შოთაძის უწყებისგან ჯერ არ გვაქვს პასუხი, დაიწყება თუ არა ამ მიმართულებით გამოძიება, თუმცა ამბობენ, რომ სამოხელეო დანაშაული, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სამოხელეო დანაშაული იკვეთება ამ დასკვნების საფუძველზე.